მალაიზიიდან დავბრუნდით, სადაც ტაილანდურ კლუბში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი როგორც სასკოლო, ასევე დიდასახში. ჩვენ მოვიპოვეთ ორი ისტორიული медали, რადგან დღემდე საქართველოს ტაილანდურ კლუბში მსოფლიო ჩემპიონატში медали არ ქონდა მიღებული. ჩვენ ჩამოვედით ორი ვერცხლის მედლით, რაც არის ძალიან სასიხარულო და ჩვენი ქვეყანაც ახლა უფრო კარგად გამოჩნდება და ღირსეულად წარდგება შემდეგ ხონით ტურნირებზე. აღნიშნულ ტურნირზე ვიყავით 4 სპორტსმენი წარდგენილი, 4 სპორტსმენიდან 2 სპორტსმენმა მოიპოვა медали, რაც არის ძალიან კარგი შედეგი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო პირველი ტურნირი ჩვენთვის, პირველი მსოფლიო ჩემპიონატი და საკმაოდ მოყოლებული ვართ ამ მიღწეული შედეგით, მაგრამ რა თქმა უნდა არ უკმაყოფილდებით და განვაგრძელებთ შრომას იმისათვის, რომ საქართველოს კიდევ უფრო ღირსეულად წარმატებულად მსოფლიო ასპარეზზე. მთელი საქართველოს სპორტის ხომაგებს ულოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას. პირველად მიიღო საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნულმა ფედერაციამ მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში და 3 სპორტსმენიდან 2-მ აიღო ვერცხლის медали. ეს არის ისტორიული შედეგი, რასაც ულოცავ განსაკუთრებით რა თქმა უნდა ტაილანდური კრივის ხომაგებს. ევროპის ჩემპიონატისთვის საბრძადის იქნება ალბათ უფრო მეტი დაუღალავი ენერგიული შრომით და ველოდებით უფრო დიდ შედეგებს. დიდი მადლობა რა თქმა უნდა სპორტსმენებს და მწვრთნელების გუნდს. რატომ დათო კირიას, ბაჩო ფარცვანიას და მთელ მაგად გუნდს. ახალგაზრდების მეომართა კავშირი მაქსიმალურად მხარს უჭერთ ახალგაზრდა სპორტსმენებს, ბავშვებს, რომლებმაც უნდა ააფრეალონ ჩვენი ქართული დროშა და ამღერონ ჩვენი ქართული ჰიმნი. მე მივიღე მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე და მივიღე ვერცხლის медали. მალაიზიაში და ტაილანდში ვიყავი და ძალიან გამიხარდა, რომ მეორე ადგილი დავიკავე. ჩემი ქვეყანა ღირსეულად წამოვარდნილა. ჩამოვედით თბილისის აეროპორტში, ვიყავით მალაიზიაში მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც შევძელი და დავიკავე მეორე ადგილი 57 კილოგრამში 18-ში. ჩემი ქვეყანა ღვთისმშობლობით ღირსეულად წარმოვაჩინა. მიხარია, რომ ამ ტურნირზე მივიღე მონაწილეობა და ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო ეს. მომავალში კიდე მზად ვარ, რომ ჩემ ქვეყანას ოქრო მოუტანო.